საღამომშვიდობისა მივესალმებით თქვენს ტელემაყურებლებს. ძალიან რთული და ამავე დროს საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საქართველოში, რომლის მსგავსი ჩვენ არ გვინახავს. ერთის მხრივ ეს არის მოსახლეობის ის დიდი ნაწილი, რომელიც უკმაყოფილოა და რომელიც თვლის, რომ არჩევნები არ იყო თავისუფალი და არ შეესაბამება მოსახლეობის უმრავლესობის ნებასურველს და მეორეს მხრივ მთავრობა, ხელისუფლება, რომელიც დარწმუნებულია, რომ ყველაფერი რიგზე იყო და რომელიც თავის გეგმას, გზას მიყვება და გარკვეულ ნაბიჯებს დგამს, ეს იქნება თქვა პარლამენტის შეკრება, პრეზიდენტის არჩევნა, პრეზიდენტის ინაგურაცია და შემდეგ. რაღაც ისეთი შთაბეჭდილება იქნება, რომ ორ პარალელურ სამყაროში არსებობს დღეს საქართველოს. ორი ქვეყანა ცხოვრობს ერთ ქვეყანაში. ორი ქვეყანა ცხოვრობს ერთ ქვეყანაში და ორად არის გაყოფილი სამწუხაროდ მოსახლეობა, მაგრამ აქვე ისიც თვალნათლივია, რომ ერთი ნაწილი, რომელიც დღეს რუსთაველზე დგას, ეს არის საკმაოდ აქტიური და როგორც ჩვენ ვხედავთ 41 დღეა მოსახლეობის ეს ნაწილი დგას და უწყვეტად აპროტესტებს ამ პროცესს და მეორეს მხრივ მეორე ნაწილი, რომელიც ამ ეტაპზე გარკვეულწილად მდგომარეობას ინარჩუნებს. ბატონო, თითქოს აი ჩიხურ ვითარებას რა ქმნის? მე ახლა ვერაფერი წარმომიდგენია, რამ შეიძლება ეს ადამიანები, რომელთაც ცხოვრების სტილად იქცა უკვე აი რაღაც ნაწილად ყოველ საღამოს რუსთაველზე შეკრიბა, ეს ადამიანები შევიდნენ სახლში, ან რამ შეიძლება ოცნებას დაანიშნოს პერსონალურად ივანიშვილს მოდი თქვათ როცა ვსაუბრობთ ოცნებაზე და ჩაანიშნინოს ახალი არჩევნების თარიღი. აი რა მოცემულობას ხედავთ როცა ერთი გადის სცენიდან ანუ რუსთაველის გამზირიდან და მეორე ნიშნავს ახალ არჩევნებს. აი რა შეიძლება დამატებითი ბიძგი იყოს ამ ცოტა არ იყოს ჩიხურ ვითარებაში. თუ კი ვინმე დასწრებია ამ საღამოს აქციებს რუსთაველზე, მე თითქმის ყოველ საღამოს იქავა, რაც ჩამოვედი საქართველოში, ძნელი წარმოსადგენია, რომ ხალხის ეს ტოლვა, ეს განცდა, ეს მისწრაფება, რაც იქ შეინიშნება, რომ განელდეს და გარკვეულწილად შესუსწრდეს. მე მგონია, რომ ეს გულწრფელი არაორგანიზებული და ყველას ინდივიდუალურად გააზრებული აქვს, რომ ის ვალდებულია ამ ფორმით გამოხატოს თავისი უკმაყოფილება და თავისი სურვილი, რომ ქვეყანაში დაიმკვიდროს რეალურმა დემოკრატიამ და რეალურმა ევროპულმა წინსვლამ. თუ დაუფიქრდებით 28-ში გაკეთებულმა განცხადებამ ევროკავშირის წევრობაზე განცხადების გადატანამ 20-28 წლამდე, ეს იყო ის ბოლო ბიძგი, ესე ვთქვათ, იმ დაგროვილი უკმაყოფილების, რაც მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში იყო და გარკვეულწილად აფეთქება გამოიწვია და მას შემდეგ ეს უკმაყოფილება უკვე საკმაოდ ინტენსიურად გამოვლინდა. თქვენ გაქვთ ახსნილი, რატომ გააკეთეს ეს, იმიტომ რომ ფაქტია, რომ მათ იციან რა ტიპის გრძნობელობა აქვს საზოგადოებას ასეთ თემებზე, რომელიც ევროინტეგრაციის გზას ეხება და სწორედ ამ თემატიკით იყო ყველაზე ხალხმრავალი პროტესტი საქართველოში. აი რატომ სურდათ მათ საკუთარი საზოგადოების გამოწვევა? არ ვიცი, მე პოლიტოლოგი არა ვარ და შეიძლება ჩემი შეხედულება მცდარი იყოს, მაგრამ მე ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ არჩევნების შემდეგ გარკვეულ დაბნეულობა შეიმჩნეოდა პოლიტიკურ პარტიებში და მოსახლეობაში და გარკვეულად გაუგებრობაში იყო მოსახლეობა და ეს ჩემი აზრით განპირობებული იყო იმით, რომ არავინ არ მოელოდა ოპოზიციურ ფლანგზე, რომ ესე ძლიერად მოხდებოდა არჩევნების შედეგების გაყალბება და ფორმალურად ოპოზიციის მარცხი გამოცხადდებოდა. ამ ფონზე, დაბნეულობის ფონზე მგონია, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ესარგებლა ამ მომენტით, ამ დაბნეულობით და გაეკეთებინა იმის დეკლარირება, რასაც ხელისუფლება თუ ის ქვეყანა თუ ის ხალხი, ვიზეც ისინი გარკვეულწილად ორიენტაციას იღებენ, გამოეხატათ ამით თავიანთი სურვილი, რომ გადაედოთ ეს საკითხი საერთოდ დღის წესრიგიდან ამოიღოთ. სავარაუდოდ, როდესაც ლაპარაკი იყო, რომ კონსტიტუციურ უმრავლესობას მიღებას აპირებდა ქართული ოცნება,
ყველას ექნებოდა ის დაბეჭდილება, რომ გარდა იმისა, რომ თქვა 78 მუხლე ამოეღოთ კონსტიტუციიდან, არანაირ აუცილებლობას არ წარმოადგენდა კონსტიტუციური უმრავლესობის მიღება და თქვა კონსტიტუციური უმრავლესობის შედეგად ამ პუნქტის ამოღების ალტერნატივა იქნებოდა ვთქვათ ამ საკითხის წესრიგიდან ამოღება. მაგრამ მგონია რომ გარკვეულწილად ვერ გათვალეს და ეს დაბნეულობა რაც იყო იმ დროს აშკარად ოპოზიციურ პარტიებში და მოსახლეობაში გარკვეულწილად ამ განცხადებით მობილიზაცია მოახდინა უარყოფითი მუხტის და მივიღეთ ის რასაც კი ბატონო, დრო იხელთა თითქოს ხელისუფლებამ ჩათვალა რომ ყველაზე ხელსაყრელი მისთვის და ყველაზე სუსტად წარმოდგენილი ამ დროს რაღაც საპროტესტო ნაწილი საზოგადოების ოპოზიციის და ეს გააკეთა. თუ თქვენ ამ ლოგიკას მიყვებით რომ ეს რეალურად გამარჯვებული ოპოზიცია იყო, თქვათ აქაც არის კითხვები, მაშინ ხელისუფლებამ ხომ ყველაზე კარგად უნდა იცოდეს რა გააფუჭა, რამდენით გააფუჭა, რამდენი პროცენტი შეიძლება ქონოდა ოპოზიციას, ამიტომ სუსტია თუ ძლიერი, მოკეთ ამის შესახებ. არა, მე მაგას არ ვამბობ, იქ არ იცოდნენ რა გააკეთეს და როგორ მოიქცენ, უბრალოდ ისარგებლებს იმ მომენტით, რომ გარკვეული დაბნეულობა და გაურკვევლობა იყო ოპოზიციურ ფლანგზე და მოსახლეობაში და უბრალოდ ამ მომენტით ისარგებლეს. კი ბატონო. ეს არის ჩემი პირადი მოსაზრება. ბატონ ზალ, თქვენ ერთ-ერთ წინა ინტერვიუში, რომელიც ასევე ქართულ არხზე გქონდათ, ქართული მედიისთვის გქონდათ, საუბრობდით, რომ საპრეზიდენტო ინაუგურაციის შემდეგ ორ პრეზიდენტობა იქნებოდა ქვეყანაში. ჩვენ ახლა რაღაც ასეთი გვაქვს? თქვენ ასე უყურებთ მოცემულობას? მე მგონი ყოველ შემთხვევაში აქითკენ მიდის ყველაფერი. ახლა როგორც კარგად მოგეხსენება თქვენს და მაყურებლებს, გარკვეულწილად შენელებულია პოლიტიკური პროცესები, თუ არ ჩავთვლით იმას, რაც ხდება რუსთაველზე და ჩემი ვარაუდით იანვრის შუარიცხვებიდან უფრო აშკარად გამოჩნდება თუ რა განაწილება არის ამ ორ ხელისუფლებიანობას, ორ პრეზიდენტობას შორის და ვთქვათ, ერთი მხრივ ქალბატონი სალომე და მეორეს მხრივ ოცნების პრეზიდენტი როგორ წარმართავენ ამ პროცესებს. რა თქმა უნდა, ასევე პარლამენტის ყაველაშვილს რამე როლი შეიძლება ჰქონდეს პოლიტიკურ პროცესში თუ ლეგიტიმაციის რაღაც რა ხარისხს მოაგროვებს იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია არის საგარეო ურთიერთობები, ჩვენ აშკარად დავინახეთ თუ როგორ ძლიერი მხარეა ქალბატონი სალომესი უცხოეთ პარტნიორებთან ურთიერთობა და როგორი მხარდაჭერა აქვს მას როგორც პიროვნულად, ასევე მის ინსტიტუციას. და შესაბამისად ის ფაქტი, რომ დასავლეთის არც ერთმა წამყვანმა დემოკრატიულმა სახელმწიფომ არ მიულოცა და არ ცნო ამ არ მილოცვით პრეზიდენტის ოცნების ქართული ოცნების პრეზიდენტის არჩევნები მიუთითებს იმაზე, რომ აქაც გარკვეულწილად ალბათ გადანაწილებული იქნება აქცენტები დასავლეთის მხრიდან და ვნახოთ, დაველოდოთ. ძალიან ძნელია პროგნოზირება, მაგრამ მე მგონია, რომ ქალბატონ სალომეს რეალური ბერკეტები ექნება უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობის და უცხოელი პარტნიორების გამოსვლები და რემარკები მიუთითებს იმაზე, რომ ისინი გარკვეულწილად ითანამშრომლობენ მასთან. ზურაბიშვილს როგორც საკუთარი რაღაც აი ამ ლეგიტიმურობის ხარისხის შესანარჩუნებლად თუ გარე რემარკებით ევროპელი ლიდერების იმაში დასახმარებლად რომ ოცნება ახალ არჩევნებზე წაიყვანოს. უდაოდ ეს ყველაფერი მიმართული უნდა იყოს იმისკენ რომ ოცნებაზე გაძლიერდეს წნეხი როგორც შიგნიდან ასევე გარედან ჩვენი პარტნიორების მხრიდან და დაინიშნოს ახალი არჩევნები. ქალბატონიდან რეალურად დღეს ჩვენ ვართ კრიზისში, რამდენიც არ უნდა უარყოს ოცნებამ რომ კრიზისია. რა თქმა უნდა, მე მგონი ყველა ოცნების მომხრეებიც გძნობენ პირველ რიგში ისინი გძნობენ. თვალნათლივია და მე მგონია რომ ყოველ შემთხვევაში მე არ ვიცი თუ რამე არსებობს იმაზე უკეთესი ან იმაზე უფრო გამოცდილი გზა პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისა, ვიდრე ახალი არჩევნები. დემოკრატიულ ევროპას ძალიან დიდი გამოცდილება აქვს დემოკრატიულ წამყვან ევროპულ ქვეყნებს პოლიტიკური კრიზისების ქონის, შექმნის და მისი ახალი არჩევნებით არის ქვეყნები, სადაც არჩევნები წელიწადში ორჯერ, სამჯერ ტარდება იმისთვის, რომ რეალურად კრიზისი განიმუხტოს და ლეგიტიმური ხელისუფლება ჩაუდგეს ქვეყანას სათავეში.
ესე რომ ეს ჩვეულებრივი განვითარებულ დემოკრატიაში ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. კი ბატონო, სხვათა შორის ქართულ ოცნებასთან დაახლოებული მედია საშუალებები, როგორც რა დღეშია ევროპა, ამის ნიშნად მუდმივად აქვეყნებენ ინფორმაციას კრიზისების შესახებ ევროპულ ქვეყნებში, კოალიციების რღვევის და ასე შემდეგ. დემოკრატიის ხიბლიც ამაშია, რომ უდაოდ და ასევე კრიზისების დროს ახალი არჩევნები ინიშნება ხოლმე. ასევე კოალიციური მთავრობის ხიბლიც ეგ არის, რომ სწორედ რომ უნდა იყოს კონსენსუსური შეთანხმება წამყვან პარტიებს შორის და ხშირ შემთხვევაში ეს 4 წლიანი ვადა თუ 5 წლიანი ვადა საკმარისი არ არის იმისთვის, რომ ეს გაგრძელდეს და კოალიციური მთავრობები ვადის გასვლამდე ხშირად აცხადებენ ახალ არჩევნებს. ეს ჩვეულებრივი ამბავია და გამოგიტყდებით, რომ ქართულ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალების, ასე ვთქვათ, შეთანხმებისკენ მიდრეკილებაზე დიდი წარმოდგენის არ ვარ. მაგრამ იმედი მაქვს, რომ თუ იქნა ისე, რომ ისინი საარჩევნო თარიღი დაინიშნება და ასე ვთქვათ, შესაბამის ხმებს მოაგროვებენ, რაღაც მეტი სტიმული ექნებათ, რომ შეთანხმებისკენ მიდრეკილები გახდნენ. გეთანხმებით, ალბათ ეს ერთ-ერთი სუსტი მხარეა თანამედროვე დღევანდელი პოლიტიკური პარტიების, მაგრამ ამის გასამართლებლად ალბათ შეიძლება ის ვთქვათ, რომ გამოცდილება ვთქვათ კოალიციური თანამშრომლობის და ერთმანეთთან ვთქვათ გარკვეული შეხების წერტილების იდენტიფიცირების და ერთობლივად მოქმედების საკმაოდ ხანმოკლეა. თუ გადავხედავთ 30 წლიან ისტორიას, ძალიან ხანმოკლე კი არა, საერთოდ ეს არც ყოფილა და პირიქით კონკურენცია გარკვეულწილად ითვლება, რომ ყველა პარტია ურთიერთკონკურენტული უნდა იყოს და ეს არის მთავარი დანიშნულება, რომ თავიანთი უპირატესობა სხვა პარტიების მიმართ გამოავლინონ და იმედი მაქვს, რომ დროთა ვითარებაში ეს სიტუაცია შეიცვლება. კი ბატონო, ბატონ ზალ, მე არ ვიცი თქვენ რამდენად ხართ ამის აღიარების გუნებაზე, მაგრამ მაყურებლისთვის მინდა გავმარტო, რომ ჩვენი ინფორმაციით თქვენ ქარტიის ფარგლებში ზურაბიშვილთან კომუნიკაციის დროს სხვა პარტიებთან განიხილებოდით როგორც პრემიერობის კანდიდატი ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში. რას ეტყვით ჩვენს აუდიტორიას ამის შესახებ? მგონია, რომ ეს საკითხი ახლა აქტუალურად არ დგას ის წესრიგში, უფრო აქტუალური არის ალბათ ახალი არჩევნების დანიშვნა და გარკვეულწილად კონტექსტი შეიცვალა და როგორ წარიმართება რა ფორმატით და როდის არჩევნები, ალბათ ის უფრო განსაზღვრავს, როგორი იქნება შემდეგი ეტაპები პოლიტიკური ცხოვრების და როგორი ფორმით განვითარდება. აქტუალური არ არის, მაგრამ გვიდასტურებთ, რომ თქვენ განიხილებოდით პრემიერობის კანდიდატად. იყო ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ეს ოფიციალურად არასოდეს არ ყოფილა. ხო, რომ არ ყოფილა ოფიციალურად, ამიტომ გვიწევს არა. უკეთ იყო თქვენზე როგორც პრემიერობის კანდიდატზე საუბარი. ახლა რომ ახალი არჩევნები ჩაინიშნოს, თქვენ თავად თქვით, რომ ახლა არ არის სხვა მოცემულობა. ახლა რომ არჩევნები ჩაინიშნოს, თქვენ რა როლი გექნებათ, როგორ უყურებთ? არ ვიცი, გააჩნია რა ფორმატით იქნება და როგორ იქნება იდეა თავის დროზე იყო თუ გახსოვთ, რომ შექმნილიყო პროფესიული, ანუ დროებითი ტექნიკური მთავრობა, რომლის მოვალეობაც იქნებოდა, ვთქვათ, იმ კანონების ცვლილება ერთის მხრივ უარყოფა, რაც ბოლო დროს იქნა მიღებული ოცნების მიერ და ასევე იმ საკანონმდებლო სტრუქტურის ცვლილება, რომელიც უზრუნველყოფდა თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს და შემდეგ ახალი არჩევნების შედეგად უკვე კონკურენციის და თავისუფალი არჩევნების პირობებში შექმნილიყო პირობები, რომელიც უზრუნველყოფდა ახალი მთავრობის შექმნას. ეს იყო მთავარი ამოცანა, რა თქმა უნდა და ასევე უდაოდ პარალელურად საქართველოს დაბრუნებას ევროკავშირთან მოლაპარაკებების და ევროკავშირის წევრობაზე იმ დათქმების 9 პუნქტის შესრულების დაწყებას და შესაბამის რეფორმების ინიციაციას შეუქცევადად, რომლებიც უზრუნველყოფდა საქართველოს სვლას ევროპისკენ და არა შეჩერებას, თქვათ, 4 წლით. კი ბატონო, ბატონ ზალ, ახალი არჩევნების თარიღი რომ ჩაინიშნოს, თუ ამ ფორმატით არ არის გამორიცხული და პირიქით მოსალოდნელია, რომ ზურაბიშვილს ექნება თავისი
გავლენა პროცესში შეიძლება იყოს პოლიტიკური მოთამაშე, რა თქმა უნდა, იმ არჩევნებში. თქვენ შეიძლება თუ არა გიხილოთ, ანუ ის რომ ზურაბიშვილი თქვენ ტექნიკური მთავრობის პრემიერად განგიხილავდა და ამაზე საუბრობდა ოპოზიციასთან, ეს ნიშნავს, რომ მას თქვენ ეიმედებით ამ პროცესში. ანუ შეიძლება თუ არა სამომავლო თქვენ იყოთ, ეს თქვათ, მისი თანამებრძოლი უკვე პოლიტიკური პარტიის შექმნის პროცესში. არ ვიცი როგორ განვითარდება მოვლენები, პარტია იქნება შექმნილი თუ ქალბატონი სალომე გარკვეულწილად კოორდინაციას მოახდენს სხვადასხვა პროდასავლური პარტიების საქმიანობის. ყოველ შემთხვევაში თუ რამით შემეძლება მე დავეხმარო ამ პროცესს და ჩემი წვლილი შევიტანო, ვთქვათ, ახალი არჩევნების დანიშვნაში, ამ არჩევნების შემდეგ უკვე დემოკრატიზაციაში საზოგადოების და პოლიტიკის და მთავრობის და ევროპისკენ ცვლისკენ მე ჩემი შეძლების და კომპეტენციების ფარგლებში მზად ვარ მხარში ამოვდგე ამ პროცესს. აი ამ პროცესში თქვენ ოპოზიციონერ ლიდერებთან გქონდათ თუ არა კომუნიკაცია, ანუ რამდენად ხართ დღეს წეგან თქვით რომ მე პოლიტიკური ექსპერტი არ ვარო, მაგრამ საკმაოდ სერიოზული პოზიციისთვის იყავით შერჩეული, ანუ გაქვთ თუ არა აი ამ პოლიტიკურ ლიდერებთან რაიმე ტიპის კომუნიკაცია? გარკვეული კომუნიკაცია იყო, მაგრამ მე არ ვარ ახლა მზად და არ მსურს ამ საკითხებზე. ეს წარსულის ამბავია და მომავალში როგორ განვითარდება. კი ბატონო, ახლა რეალობა სხვა არის და რეალობა სხვა არის. კი ბატონო, მოდით ისევ დაუბრუნდეთ მთავარ კითხვას. რამ შეიძლება აიძულოს ოცნება, თვალი გაუსწოროს კრიზისს და მივიდეს, როგორც ვილაპარაკეთ ასევე ამის შესახებ, კრიზისის დაძლევის აპრობირებულ გზასთან, რაც არის ვადამდელი არჩევნები. და ასევე მაქვს კითხვა, თქვენ ვადამდელ არჩევნებს, უпростоრად ახალ არჩევნებს მხარს უჭერთ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, რომელსაც არალეგიტიმურს უწოდებენ პარტიები და პრეზიდენტი, თუ 28 ნოემბრის განცხადების შემდეგ შექმნილი კრიზისიდან გამომდინარე? მე მხარს უჭერ ახალ არჩევნებს გამომდინარე დღევანდელი რეალობიდან. რამ გამოიწვია ეს? რა თქმა უნდა, ორივე კომპონენტი იყო მიზეზი ამ რეალობის, რა რეალობაშიც დღეს ჩვენ ვართ. ერთის მხრივ ის დარღვევები და ის არადემოკრატიული თუ არათავისუფალი პროცესები, რაც განვითარდა არჩევნების დღეს და მეორეს მხრივ ის განცხადება, რამაც გამოაშკარავა, რაც იგრძნობოდა, მაგრამ უკვე ოფიციალურად გაცხადდა ქართული ოცნების მიერ 28 ნოემბერს. ესე რომ ეს ორივე კომპონენტი უდაოდ განაპირობებს იმას, რომ დღეს ვართ პოლიტიკურ კრიზისში და დღეს ახალი არჩევნები არის ერთადერთი გამოსავალი. რამ შეიძლება ხელი შეუწყოს და გადაწყვეტილება მიაღებინოს ოცნებას, მე ალბათ ორიგინალური არ ვიქნები თუ ვიტყვი, რომ ეს ისევ და ისევ ქართველი ხალხის ნების გამოხატულება რუსთაველის გამზირმა, რუსთაველის გამზირი და ჩვენი მეგობრების, სტრატეგიული პარტნიორების, დასავლეთის ზეწოლა ისევ და ისევ, ზეწოლა ამ სიტყვის კარგი გაგებით, ანუ იმ თვალსაზრისით, რომ მათი მხარდაჭერა დემოკრატიული და პროევროპული საქართველოსთვის. 40 დღე, 80 დღე ახსენა ზურაბიშვილმა, თუ მოისმინეთ მისი ეს კომენტარი, როგორ უყურებთ, ანუ დღეებს და გამძლეობას რამდენად აქვს ასევე თავისი ძალა ამ პროცესში? უდაოდ აქვს და უდაოდ ეხა მე ჩემი გადმოსახედიდან, როდესაც მე ევროპაში ვცხოვრობ უკვე ბევრი წელია და როდესაც მაქვს საუბარი ბუნებრივია და დისკუსია ჩემს კოლეგებთან, მეგობრებთან ევროპაში, ისინი აღფრთოვანებული არიან და გულახდილად რამდენიმე ისიც კითხვა, რომ ესეთი პროევროპულები, როგორიც დღეს საქართველოში, როგორ ვითარებასაც დღეს საქართველოში ხედავ, თვითონ ევროკავშირის ქვეყნებში არ არისო. ეს რეალურად ძალიან თვალსაჩინოა ევროპიდან, როდესაც უყურებ ამ ხანგრძლივ პროცესს და ესეთ მშვიდობიან და ესეთ სისტემატურ ძალიან ძნელია ევროპელებში წარმოვიდგინოს, რომ ყოველ დღე როგორც სამსახურში მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ნამდვილად ასეთი ვითარება შეიქმნა. ძალიან შთამბეჭდავია ევროპიდან გადმოხედვის დროს. განსაკუთრებით შვედეთიდან, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც აღიარა და რომ დემოკრატიას საფრთხე ჰქონდა და უარყო ყოველგვარი ოფიციალური ურთიერთობა ქართული ოცნების მთავრობასთან. ბატონ ზალ, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ იყავით ჩვენი სტუმარი, პასუხობდით ჩვენს კითხვებს. ზალ კოკაია ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორი, ნეირომეცნიერი, რომელიც